მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. წარმოდგენილია დღის წესრიგი. დავამტკიცოთ თუ რაიმე შენიშვნა არ აქვს. მადლობთ. ჩვენი მთავარი საკითხი ბიუჯეტის შესრულება, თუმცა გვაქვს ერთი საკითხი, მოკლე საკითხი მესამე მოსმენით და რომ არ ვალოდინოთ, გადმოვიტანოთ პირველ ნაწილში. საქართველოს პარლამენტის წევრების შოთა ბერიკაშვილის, ანტონ ობოლაშვილის, გიორგი ბარვენაშვილის, თორნიკე ბერიკაშვილის, ლევან მაჭავარიანისა და მარიამ ლაშქრის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხსენებელი პარლამენტის წევრი ბატონი ანტონ ობოლაშვილი. გთხოვთ ბატონო. თუ გნებავთ ყველა მიცით ეს კანონი, მაგრამ მესამე მოსმენით არ თუ გნებავთ რაიმე დამატება წინასწარ, თუ არ და მადლობა, ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით, კოლეგებო. მესამე მოსმენით წარმოგიდგენთ საქართველოს კანონის პროექტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცვლილებების შეტანის შესახებ. დაზუსტებისთვის წარმოდგენილი ცვლილებით აქსიზის გადასახადის გადახდისგან თავისუფლდება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტი. მესამე მოსმენისთვის კანონპროექტის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა. თუ რედაქციული შენიშვნები არ არის, მაშინ ხარი დავუჭიროთ, გთხოვთ. დიდი მადლობა. მადლობთ ბატონო. მეორე საკითხი, უბრალოდ პირველი საკითხი. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. მოხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გიორგი კაკაურიძე. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2025 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს შემაჯამებელი კომიტეტი გვაქვს, ყველა კომიტეტზე მოხდა აღნიშნული ბიუჯეტის განხილვა, ამიტომ მე შევეცდები ძირითადი პარამეტრებს მოგახსენებ შესრულებასთან დაკავშირებით და შემდგომში თუ კიდევ არის კითხვები დარჩენილი, რა თქმა უნდა, მზად ვარ თქვენს კითხვებს უპასუხო. დავიწყებ ეკონომიკური პარამეტრებით, მოგეხსენება ჩვენ 2025 წლის ბიუჯეტი დავგეგმეთ 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, ბიუჯეტის დეფიციტი განისაზღვრა 2.5%-ის ოდენობით თლიანში და პროდუქტთან მიმართებაში, ხოლო ვალის მოცულობა პროგნოზირებული იყო წლის ბოლოსთვის 35.9%-ის ოდენობით. ამავდროულად ნომინალური თლიანში და პროდუქტის მაჩვენებელი ჰქონდა 99.2 მილიარდი ლარი. ჩვენ წლის პირველ ნახევარში ჰქონდა დაგეგმითა შედარებით უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, კერძოდ პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა შეადგინა 9.9%, მეორე კვარტალში იყო 7.4% და აღნიშნული მაჩვენებლების გაანალიზების შემდგომ ჩვენ გასული წლის დაახლოებით ამავე პერიოდში წარმოვადგინეთ განახლებული პროგნოზი, რომელმაც უკვე ნაცვლად 6%-ისა შეადგინა 7.2% და ბიუჯეტის დაფუძნებული იყო სწორედ ამ პარამეტრზე უკვე, თუმცა ფაქტიური მაჩვენებელი ჩვენ კიდევ უფრო მაღალი მივიღეთ, საბოლოო ჯამში 7.5% იყო რეალური ეკონომიკური ზრდა, ნომინალურ გამოხატულებაში ეკონომიკა გაიზარდა 12.4% და 104 მილიარდ 598 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც ერთ მოსახლეზე გადაანგარიშებით იყო 28.235 ლარი, იგივე წლის ბოლოსთვის არსებული გასული კურსის მიხედვით 10.296 დოლარი. ძირითადი როლი ეკონომიკურ ზრდაში ჰქონდა, რა თქმა უნდა, ისევ კერძო სექტორს, გამოშვებული პროდუქციის სექტორის ბრუნვის მოცულობა გაიზარდა 12.4%-ით, ხოლო გამოშვებული პროდუქციის ღირებულება 13.4%-ით გაიზარდა და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი გასულ წელს ჩვენ მეოთხე კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 27.3 ან 27.300 პირით და ჯამში წლის ბოლოსთვის მეოთხე კვარტალში შეადგინა 839.200 ადამიანი. რაც შეეხება ფასების კუთხით ჩვენ გასულ წლის მეორე ნახევარში ჰქონდა უფრო მაღალი მაჩვენებელი ვიდრე მიზნობრივი ინფლაცია, შესაბამისად წლის ბოლოსთვის ჰქონდა 4%, წლის ბოლოს წლიური ინფლაციის მაჩვენებელი, საშუალო ინფლაციის მაჩვენებელმა შეადგინა 3.9%. საგარეო სექტორსაც შეეხება გასულ წელს საქონლით ვაჭრობა გაიზარდა 10.3%-ით 25 მილიარდ 863 მილიონი დოლარი იყო ჯამში საგარეო ვაჭრობა, აქედან ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა 11.2%-ით და 7 მილიარდ 291 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტის ნაწილში ზრდა იყო 10% და 18 მილიარდ 572 მილიონი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება სავაჭრო პარტნიორებს, ყველაზე დიდი წილი 21.6% უჭირავს
ევროკავშირის 5 მილიარდ 598 მილიონი დოლარი იყო ჯამში ევროკავშირთან ვაჭრობა, მეორე ადგილზე მოდის თურქეთი 12%-ით 3 მილიარდ 108 მილიონი დოლარი, შემდგომში ამერიკის შეერთებული შტატები 11.1%-ით, რუსეთი 10.4%-ით და ჩინეთი 8.9%-ის ოდენობით. საგარეო სექტორის მეორე მიმართულება ტურიზმი, რომელსაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკისთვის, ტურიზმის ნაწილში ჩვენ მქონდა როგორც ვიზიტორების, ასევე ფულადი ნაკადების ზრდა, ვიზიტორების საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ გასულ წელს ჯამში შეადგინა 6.856.000-ზე მეტი პირი, თუ უშუალოდ ტურისტულ ვიზიტორთა რაოდენობა შევხედავთ 5.522.000 პირამდე იყო, 8.4%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება ტურიზმიდან ქვეყნის ეკონომიკაში გენერირებულ თანხას, ჯამურად აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა 6%-ით, 4.690 მილიონი დოლარი შეადგინა, დაახლოებით 265 მილიონი დოლარით აღემატება 2024 წლის მაჩვენებლებს. ასევე გაზრდილია წმინდა ფულადი გზავნილების მოცულობა 8.2%-ით გაიზარდა, ესეც დაახლოებით 255 მილიონი დოლარით არის გაზრდილი 2024 წელთან შედარებით და ჯამურად შეადგინა 3.228 მილიონი დოლარი. ფულადი გზავნილების ნაწილში თითქმის ყველა ქვეყნიდან არის და ერთადერთი გამონაკლისი არის რუსეთი, სადაც კლება დაფიქსირდა გასულ წელს დაახლოებით 15.5% იყო კლების მაჩვენებელი. რაც შეეხება საგარეო სექტორიდან ბოლო მიმართულებას, ეს არის პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, გასულ წელს მისი მოცულობა გაიზარდა 7.6%-ით და 1.688 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ყველაზე დიდი წილი პირდაპირ უცხოური ინვესტიციებიდან იყო საფინანსო და სადაზღვევო სექტორში, სადაც 607 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირ უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. რაც შეეხება ფისკალურ პარამეტრებს, ერთი ბიუჯეტის რამდენიმე მნიშვნელოვან პარამეტრზე მოგახსენებთ. პირველი, რა თქმა უნდა, შემოსავლების შესრულება 100.7%-ია, დაგეგმილი შემოსავლების შესრულების მაჩვენებელი 28 მილიარდ 468 მილიონ ლარზე მეტი მივიღეთ ჯამში შემოსავლების სახით, საიდანაც მთავარი და უდიდესი წილი იყო საგადასახადო შემოსავლები 25 მილიარდ 536 მილიონი იყო საგადასახადო შემოსავლების სახით მიღებული გასული წლის განმავლობაში და ამავდროულად აღსანიშნავია, რომ 2 მილიარდ 721 მილიონ ლარზე მეტი DGG-ს დაბრუნება მოხდა კომპანიებისთვის. ჯამში ვახსენე 25 მილიარდ 536 მილიონი გადასახადები, 100.1%-ია შესრულების მაჩვენებელი, მათ შორის საშემოსავლო გადასახადი 8 მილიარდ 261 მილიონი ლარი, დაახლოებით მილიარდით არის წინა წელთან შედარებით გაზრდილი, მოგების გადასახადი 2 მილიარდ 891 მილიონი ლარი, დამატებული ღირებულების გადასახადი 10 მილიარდ 158 მილიონი ლარი, აქციზის სახით მივიღეთ 2 მილიარდ 728 მილიონი ლარი, იმპორტის გადასახადი 146 მილიონი ლარი, ხონების გადასახადმა 800 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო სხვა გადასახადების სახით მივიღეთ 559 მილიონი ლარი. გრანტებში შესრულება არის 100%-ზე მაღალი, 284 მილიონ ლარზე მივიღეთ გრანტების სახით, ხოლო სხვა შემოსავლები ჯამში ნაერთ ბიუჯეტში იყო 2 მილიარდ 658 მილიონ ლარამდე, 106.6%. ასევე მაღალი იყო პრივატიზაციის მაჩვენებელიც, 111.9%-ია შესრულება, 582 მილიონ ლარამდე მივიღეთ პრივატიზაციიდან და გასულ წელს ნაერთ ბიუჯეტში, სახელმწიფო ბიუჯეტის წილზე დამატებით მოგახსენებთ. რაც შეეხება ორი მნიშვნელოვანი პარამეტრი, ეს არის ბიუჯეტის დეფიციტი და მთავრობის ვალის მოცულობა. მე ხან ვახსენე, რომ ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი ჰქონდა დაგეგმილი 2.5%-ის დონეზე მშპ-სთან მიმართებაში, თუმცა მაღალმა ეკონომიკურმა ტენდენციებმა და ბიუჯეტის გადაჭარბებამ მოუწეს შესაძლებლობა შეგვემცირებინა დეფიციტის მაჩვენებელი და ფაქტიურად შეადგინა 1.4% მთლიანში პროდუქტთან მიმართებაში, ხოლო ვალის მაჩვენებელმა შეადგინა 34.4%. რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში, აქ ჩვენ როგორც შემოსულობების, ასევე გადასახადების კუთხით მაღალი შესრულება გვაქვს. შემოსულობების ნაწილში შესრულება იყო ჯამში 100.8%, ხოლო გადასახადებში 99.2%. შემოსულობები სახეებად რო გავყვეთ, შემოსავლების ნაწილში შესრულება არის 100.7%, 23 მილიარდ 951 მილიონ ლარზე მივიღეთ შემოსავლების სახით სახელმწიფო ბიუჯეტის წილად უშუალოდ, გადასახადების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში მივიღეთ 21 მილიარდ 957 მილიონი ლარი, გრანტები 279 მილიონი ლარი და 1.754 მილიონ ლარზე მეტი იყო სხვა შემოსავლები. თითოეული კატეგორია არის გადაჭარბებით შესრულებული და ჯამში შემოსავლების შესრულება 100.7%-ია. პრივატიზაცია უკვე სახელმწიფო ბიუჯეტის წილად რაც მივიღეთ შესრულებულია 180.9%, 354 მილიონ ლარს აჭარბებს სახელმწიფო ბიუჯეტის წილი პრივატიზაციიდან, ხოლო სესხების დაბრუნების სახით მიღებული თანხა აჭარბებს
აჭარბებს 378 მილიონ ლარს და აქაც შესრულების მაჩვენებელი 111.3% გვაქვს. რაც შეეხება ვალდებულებების ნაწილს, ბოლო მიმართულება შემოსულობებში, გასულ წელს ჩვენ საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მივიღეთ 1.599 მილიონ ლარამდე, საინვესტიციო კრედიტების ათვისების მაჩვენებელი იყო 902 მილიონი ლარი, ოდნავ მეტი, ხოლო ბიუჯეტის მხარდაჭერი კრედიტების მაჩვენებელმა შეადგინა 590 მილიონი ლარი. ამავდროულად გასული წლის განმავლობაში საგარეო ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვაზე მივმართეთ 2.077 მილიონი ლარი, ხოლო საშინაო ვალდებულებების ნაწილზე 953 მილიონი ლარი. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, მოგახსენეთ, რომ ჯამური შესრულება არის 99.2%, ჯამში საკასო ხარჯმა გასულ წელს შეადგინა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 27.723 მილიონი ლარი, დამტკიცებული გეგმა რაც იყო ბოლო ვარიანტი იყო 27.952 მილიონი ლარი, შესაბამისად 99.2%-ია ჯამური შესრულების მაჩვენებელი, თუმცა აქ უწყებებსაც თუ შევხედავთ, ძირითად შემთხვევაში გვაქვს 100%-დან ახლოს 95-დან 100%-მდე შუალედში რამდენიმე უწყება არის, სადაც უფრო მაღალია შესრულების მაჩვენებელი, 100%-ზე მაღალი, შესრულების მაჩვენებელს გულისხმობ იმ საბოლოო გეგმებთან მიმართებაში, რომელიც დამტკიცებული იყო პარლამენტის მიერ, მაგალითისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2.959 მილიონი ლარი, 101%-ია შესრულების მაჩვენებელი, ჯანდაცვის სამინისტრო 8.976 მილიონი ლარი და აქაც 100%-ზე მაღალია შესრულების მაჩვენებელი, 100%-ზე მაღალი შესრულების მაჩვენებელი აქვს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, ასევე სპორტის სამინისტროს შემთხვევაში გვაქვს უფრო მაღალი მაჩვენებელი, ეკონომიკის და კრედიტის განვითარების სამინისტრო დაახლოებით 94%, 902 მილიონი ლარია ათვისებული, საგარეო საქმეთა სამინისტრო 99.8% და 203 მილიონი ლარია ათვისების მაჩვენებელი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნაწილში 2.728 მილიონი ლარს აჭარბებს საკასო ხარჯი და 97%-მდეა შესრულების მაჩვენებელი, კულტურის სამინისტროს 317 მილიონი ლარი და აქაც 99%-მდეა შესრულების მაჩვენებელი. ეს არის ის ძირითადი პარამეტრები, რაც ჰქონდა გასულ წელს, მე აღარ ჩავყვები სამინისტროების პროგრამების დონეზე, თუმცა რა თქმა უნდა თუ კითხვები გაქვთ, მე ჩემ კოლეგებთან ერთად ვცდილობ ამ კითხვებსაც უპასუხო. დიდი მადლობა. მადლობთ. როგორც ბატონმა გიორგიმ ბრძანა ეს საკითხები კომიტეტებზე და ფრაქციებზე განხილული არის, თუ დარჩა შეკითხვები, გთხოვთ. ძალიან ბატონო. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა ანგარიშის წარდგენისთვის. მე დღეს შევეხები მხოლოდ აუთვისებლობის ნაწილს, ჩვენ არ დავთ იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდა არის ქვეყანაში, ბუნებრივია, ამაზე ვთანხმდებით, მაგრამ ამდენად გრძნობს ამას რეალურად რიგითი მოქალაქეები, ეს ცალკე საკითხია, ასევე თქვენი საუბრით ინფლაციის ნაწილზე და ფაქტია დღეს გასულ წელთან შედარებით, თუნდაც რამოდენიმე თვის წინ არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, ჩვენს რიგით მოქალაქეებს პარალელურად იმ ეკონომიკური ზრდისა გაცილებით უფრო მეტი თანხის გადახდა უწევს, თუნდაც სურსათზე, მედიკამენტებზე თუ სხვადასხვა საქმიანობათა მომსახურებაზე. ამ გაზრდილი, ასე ვთქვათ, ეკონომიკის ფონზე ბიუჯეტის ეფექტურად მართვის ნაწილს მინდა შევეხო და აუთვისებელ ხარჯებს რამოდენიმე კითხვა მექნება მხოლოდ ამ მიმართულებით. აქ აღსანიშნავია თავად აუდიტის დასკვნას და აუდიტის დასკვნის მიხედვით 17 პროგრამა და 88 ქვეპროგრამა იყო, რომელიც გეგმაზე 80%-ზე ნაკლებით შესრულდა და ამ აუთვისებელი თანხების ჯამრუმა მოსვლოვან შეადგინა დაახლოებით 600 მილიონ ლარამდე, კონკრეტულად 567 მილიონი ლარი თუ ვწდები. საინტერესოა რამ განაპირობა ეს კონკრეტული თანხების აუთვისებლობა და ვინ არის ამ კონკრეტულ პროგრამების, ქვეპროგრამების თუ კონკრეტული მიმართულებით აუთვისებელ თანხებზე პასუხისმგებელი. ასევე აუთვისებელ კრედიტებზე 2025 წელს გადახდილია 4.7 მილიონი ლარი. მე მესმის, რომ აუთვისებელ თანხებზე სამართლებრივად ჩვენ გვიწევს თანხების გადახდა, უბრალოდ საინტერესოა, ვინ არის აქვე, ანუ რამ გამოიწვევს კრედიტებიდან ამ მიღებული თანხების აუთვისებლობა და ვინ არის ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი, ასე ვთქვათ, ამ თუნდაც აუთვისებელ თანხებზე გადახდილ მილიონობით ლარზე. ასევე
2025 წლის ბიუჯეტით ესეც ასე ვთქვათ აუდიტის კონკრეტული მიგნებების დასკვნებიდან გამომდინარე ვაკეთებ პარალელებს. 2025 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული 94 ინფრასტრუქტურული პროექტიდან მხოლოდ 51 პროექტი იყო, რომელიც 80%-ით და მეტით ასე ვთქვათ ნორმალური ათვისების ფარგლებში იყო. ამ შემთხვევაში საინტერესოა რამ განაპირობა ეს კონკრეტული ჩამორჩენები და ამაზეც რომელი უწყებები და ვინ არიან პასუხისმგებელი პირები. ასევე ინფრასტრუქტურულ ნაწილს შევეხები კაპიტალურ პროექტებზე 2025 წელს წინა წელთან შედარებით დაიხარჯა 918 მილიონი ლარით ნაკლები. როდესაც საუბრობთ 7%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, ბუნებრივია ეს უფრო მეტად ინფრასტრუქტურულ პროექტების მხარდაჭერაზე, გაზრდაზე უნდა მეტყველებდეს და ამ შემთხვევაში რატო ხდება გაცილებით უფრო ნაკლები თანხების, ასე ვთქვათ, დახარჯვა ინფრასტრუქტურაზე. მე შემიძლია აქვე პარალელი გავვალო, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 2025 წელს ინფრასტრუქტურის მინისტრის ინტერპელაციის დროს, როდესაც მინისტრმა თავად განაცხადა 1 მილიარდ ლარზე მეტი პროექტები იყო პრობლემური და ასე ვთქვათ, შეჩერებული. ამ ყველაფრის ფონზე რამდენად მიგაჩნიათ ეს კონკრეტული ასიგნებები შესაბამის უწყებების მიერ რამდენად ეფექტურად ასე ვთქვათ, ხდება მათი განკარგვა, შესრულება. ერთია ციფრობრივი მაჩვენებელი, ჩვენ ასევე გვახსოვს 2025 წლის ბოლოს აუთვისებელი თანხების სასწრაფო წესით ცვლილებები, როდესაც სხვადასხვა უწყებებს, სხვადასხვა პროგრამებში გადანაწილდა თქვენს მიერ, რომ ეს ციფრობრივად არასახულიყო, როგორც ასე ვთქვათ, აუთვისებელი თანხები ბიუჯეტში. საინტერესო ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, თქვენი პასუხები პირველ რიგში ვინ არის პასუხისმგებელი, რამ გამოიწვია ეს კონკრეტული აუთვისებელი თანხები და რას გეგმავთ თქვენ ამ მიმართულებით, თუნდაც 2026 წელს რო იყოს უკეთესი მაჩვენებელი. მადლობთ ბატონო გიორგი, უპასუხეთ, თუმცა ეხლა ვიტყვი რომ აუთვისებლობაზე არის საუბარი და ჩვენთან სამინისტროს წარმომადგენლებიც ბრძანდებიან, რომელსაც შედარებით მეტი აქვს აუთვისებლობა და თუ საჭირო იქნება ბატონო გიორგი და ჩათვლით, სიტყვა გადავცეთ და თვითონ გვიპასუხებთ. გთხოვთ, სხვა შეკითხვები არ არის. დიდი მადლობა, უპასუხებ და თუ საჭირო იქნება შემდგომ თხოვ კოლეგებს დამატებით დეტალებით დაასვოთ, თუ დასვეთების საჭიროება გახდა. პირველ რიგში ძალიან კარგია რომ თანხმდებით რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს და ამაზე რაიმე კამათის წინაპირობა არ არსებობს. როგორ აისახება მოქალაქეებზე თქვენ ეს კითხვას დასვით და ეს ბევრჯერ მსმენია და მე მოხსენების დროს ვახსენე რომ 1 მილიარდზე მეტით არის მხოლოდ საშემოსავლო გადასახადი გაზრდილი. ეს რას ნიშნავს რომ 1 მილიარდით მეტი საშემოსავლო გადასახადი თუ გადაიხადა, ეს ნიშნავს რომ დაახლოებით 5 მილიარდი ლარით მეტი შემოსავალი მიიღეს ჩვენმა მოქალაქეებმა, ხო? ეს ავტომატურად ნიშნავს იმ სარგებელს, რომელიც ნაწილდება და ეს 1 და 10 და 100 ადამიანის ხელფასი ხო ვერ იქნება რა. ეს არის შემოსავალი, რომელიც გაეზადა ჩვენ მოქალაქეებს და შესაბამისად სწორედ ეკონომიკური ზრდა არის იმის საწინდარი რომ მსგავსი ზრდები ქონდეს ხოლმე. მეორე მიმართულება ფასები ახსენეთ, ფასებზე რომ ბიუჯეტს გავლენა არ ქონია, ამაზეც ალბათ უნდა ვთანხმდებოდეთ, ვინაიდან დაგეგმილ დეფიციტთან მიმართებაში მნიშვნელოვნად დაბალი იყო დეფიციტის მაჩვენებელი, შესაბამისად ის რომ ფასებმა მიზნობრივი ინფლაციას გადააჭრობა, აქ ბიუჯეტის მართვის ნაწილზე ვერ ვისაუბრებ და ვერ ვიტყვით რომ ბიუჯეტმა გამოიწვია რაიმე გავლენა ფასების მიმართებაში. რაც შეეხება თქვენს კითხვებს აუთვისებლობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა წრეში დასვით, მაგრამ რეალურად ერთ და იგივე კითხვა იყო, თქვენ ატარებთ აუდიტის სამსახურის მოხსენებაში, სწორედ ეს არის მითითებული, რომ თავდაპირველ გეგმასთან შედარებით არის ის პროექტები და ის ჯამში 567 მილიონი ლარი, რომელიც ჩვენ წლის ბოლოსკენ ნოემბერში წარმოადგენდა, დეკემბერში იქნა პარლამენტის მიერ დამტკიცებული, შესაბამისად გადანაწილდა იმ საჭიროებებზე, რა საჭიროებების დადგა, მათ შორის რამდენიმეს გამოყოფ იყო საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულება, რაზეც გადანაწილდა იყო რთველის დაფინანსების ნაწილი და იყო ისეთი პროექტები, რომელთა განხორციელებაც თანხა გამოყავით და წელს ხდება მაგ პროექტების განხორციელება. ახლა რატო იყო მიზეზი, რა იყო, მე შემიძლია გითხრათ, რამდენიმე მიმართულება, სადაც იყო ეს და ამაზე შაშან ბიუჯეტის ცვლილების დროს უკვე ვისაუბრეთ, თუმცა კიდევ ერთხელ და გავიმეორებ, ერთი იყო სკოლები და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ნაწილი, სადაც მოხდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში მნიშვნელოვანი ცვლილებები და პროექტირება და პროექტის განხორციელება ერთმანეთისგან გაიმიჯნა, იმისათვის რომ ხარისხის ნაწილზე ყოფილიყო მეტი ყურადღება გამახვილებული, რამაც გარკვეულწილად პროექტების დამთავრებამდე შეაჩერა სამუშაოების, ახალი სამუშაოების განხორციელება, მათ შორის იყო რომ სკოლების ნაწილი გადავიდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში მთლიანად, მთელი რეკონსტრუქცია და სამშენებლო სამუშაოები. მეორე მიმართულება იყო, რომელიც ასევე კრედიტებს
ეხება და კრედიტების ნაწილის აუთვისებლობა არის, ეს არის ერთი სახელმწიფო ელექტროსისტემის ნაწილში და მეორე ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ალგეთისა და სადახლოსკენ მიმავალი გზები. ელექტროსისტემაში იყო ჩამორჩენა გამომდინარე იმ მოსახლეობის პროტესტისგან, რაც ჰქონდათ ამა თუ იმ არეალში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანასთან დაკავშირებით. საბედნიეროდ მე მქონდა უკვე წელს განხილვა ეკონომიკის სამინისტროსთან და ელექტროსისტემასთან და გაცილებით კარგი სიტუაცია გვაქვს. ყველა პროექტი, რომელიც დაგეგმილი იყო, ყველა პროექტი მიმდინარეა უკვე და ის პრობლემური საკითხები მეტნაკლებად ყველგან გადაჭრილია. რაც შეეხება ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ალგეთისა და სადახლოს მიმართულებით გზებს, აქ დონორის საფინანსო ინსტიტუტის დაფინანსებით უდესაც ხდება, მოგეხსენებათ იქ საფინანსო ინსტიტუტის თანხმობა საჭირო, კონტრაქტორები, ვისაც ყველაზე დაბალი ჰქონდა წარმოდგენილი ფასი, მასთან მიმართებაში გაჩნდა გარკვეული კითხვები, რამდენად შეძლებდა ამ პროექტის განხორციელებას საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან და საბოლოო ჯამში მიღებული იქნება გადაწყვეტილება და წელს ეს კონტრაქტი არ შედგა და თავიდან გამოცხადა უკვე აღნიშნული კონტრაქტის ნაწილში. სწორედ ეს არის დაკავშირებული ნაწილობრივ იმ ვალდებულებებთან, რომელიც თქვენ ახსენეთ, 4.7 მილიონი ლარი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაგეგმილი მაჩვენებლის შეუსრულების გამო მოარი ეს სრულად, დაგეგმილი მაჩვენებელში იყო ეს ორი ძირითადი მიმართულება, მაგრამ თქვენს ახსენეთ, რომ მაინც როგორც არ უნდა ეფექტურად და გადაჭარბებით რო შევასრულოთ ყოველწლიურად კრედიტების ათვისება, ვალდებულების გადასახადის გადახდა მაინც მოგვიწევს, ვინაიდან ეს არის რატიფიცირებიდან დაწყებული პროექტის დასრულებამდე ის ვალდებულება, რომელიც ჩამოურიცხავთ თანხაზე, ხორციელდება და პროექტები, რომელიც 4-5 წლიანია, რა თქმა უნდა, მაგაზე ჩვენ ვალდებულების გადასახადის გადახდა მაინც მოგვიწევს. უბრალოდ სამინისტროებთან ჩვენ გვაქვს უფრო აქტიური კოორდინაცია წელს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტად სწრაფად მოხდეს ამ პროექტების ათვისება, მათი ეკონომიკაში ჩაშრობა, თუმცა ხშირ შემთხვევაში მხოლოდ სამინისტროების დამოკიდებული არ არის, სამინისტროების დამოკიდებული არ არის ხოლმე აღნიშნული მდგომარეობა. ეს არის თქვენი კითხვები, მე მგონი ყველა კითხვას უპასუხე, ძირითადი ნაწილი აუთვისებლობის შეეხებოდა, ასევე კრედიტებზეც და თუ რამე დამატებით დაზუსტება გნებავთ, რა თქმა უნდა, მზად ვარ. დიდი მადლობა. კარგი, დასუსტებები თუ კონკრეტული გაქვთ სამინისტროების მიმართ, როგორც გითხარით, სამინისტროებიც არიან წარმოდგენილი. გთხოვთ და არა ვფიქრობ მარტივად შეძლოს პასუხზე. ანუ ერთი ამ ევროპის ბანკისგან გამომდინარე იმ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, როგორც თქვენ ახსენეთ, ასე ვთქვათ, საფრთხე მიმდინარე წელს რისკი იმისა, რომ ეს კონკრეტული პროექტი არ განხორციელდეს, ჯერჯერობით არ გვაქვს, ასე ვთქვათ. როგორც და მეორე დავაზუსტებ ძალიან მარტივად და დაასრულოს კითხვები და შემდეგ გავწევთ. მე აღვნიშნე, რომ გასულ წელთან შედარებით 900 მილიონით ნაკლები დაიხარჯა თქო ინფრასტრუქტურულ პროექტებში და ამას როგორ ხსნით, როდესაც კიდევ ერთხელ ვსაუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე, 5%-იან ზრდაზე და ამის პარალელურად, თუნდაც 2025 წელს დაახლოებით 900 მილიონით ნაკლები დაიხარჯა ინფრასტრუქტურულ პროექტებში. თქო ბატონო გიორგი, სხვა პირველი რაც შეეხება ევროპის საინვესტიციო ბანკის მოგახსენეთ, რომ ეს პროექტი შეჩერდა წლევანდელ ბიუჯეტში მშენებლობის ნაწილი არ არის გათვალისწინებული, ვინაიდან სატენდერო პროცედურა დაახლოებით 6-დან 8 თვემდე გრძელდება, ამიტომ ამ პროექტის დაწყება დაგეგმილია უკვე 2027 წლიდან და 27 წლის ბიუჯეტში იქნება აღნიშნული ასახული. რაც შეეხება იმას, რომ ნაკლები დაიხარჯა, ეს სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ჩვენ დეფიციტი შევამცირეთ. ანუ ჩვენი მიზანი ხო არ არის უბრალოდ თანხა დაიხარჯოს, ჩვენი მიზანია რომ პროექტები განხორციელდეს და ამ პროექტებმა საბოლოო ჯამში ეკონომიკას მისცეს ეფექტი. ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ რომ თანხები არ იყო ათვისებული და გადავიტანეთ ნაწილი მიმდინარე ხარჯებში, რაც საჭიროება დადგა წლის ბოლოს და ნაწილი პროექტებისთვის, რომელიც წელს უნდა დაიწყოს და განხორციელდეს, თუ ნახავთ დეფიციტის სხვაობას, დაახლოებით 1%-იანი სხვაობაა და ზუსტად ედრება იმ თანხას, რაც თქვით, ან ჩვენ პროგნოზირებული ჰქონდა, რომ სრულად იქნებოდა ათვისება შესაძლებელი, თუმცა ვინაიდან ათვისება არ იყო, აღნიშნული თანხით ძირითადად შევამცირეთ დეფიციტი და შესაბამისად ნომინალურ გამოხატულებაში წლებს შორის კაპიტალური ხარჯები იყო ნაკლები. ეს არის მიზეზი. კარგი, დამით კითხვა-პასუხის რეჟიმი ამოიწურა. ბატონმა გიორგი, ამომწურავად ისაუბრა და ახლა არ გავმეორდები ეკონომიკური ზრდა რა გვაქვს, ბიუჯეტის დეფიციტს იცით, რომ ერთ-ერთი პირველი ვართ ამ კუთხით. რაც შეეხება ათვისებას, ეს ჩვენი პრობლემაც არის, რომ რა თქმა უნდა, ყველა თანხები უნდა იყოს ათვისებული. და ეს რაც თქვენ ბრძანეთ, ახსნა რატომ არ მოხდა ამის ათვისებები, მაგრამ თუ ეს ათვისება მოხდება, ჩვენთვის არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ 7.5 კი არ გვექნებოდა. თქვათ ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა 8.5 ან მეტი. და ყველა
ამ საკითხზე დასმულია, სამინისტროები მუშაობენ და იმედი მაქვს, რომ წელს ეს გამოსწორდება. კარგი, შემდეგ ეტაპზე გადავდივართ ახლა ჩვენ. მადლობა. თქვენ ისევ მოგიწევთ ბატონო გიორგი, შემდეგთან. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ. მოხსენებელი საქართველოს გენერალური აუდიტორის მოადგილე ქალბატონი სოფიო დვალიშვილი. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ. აუდიტის სამსახურის შეფასებით მთავრობის ანგარიში მომზადებულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვი და ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით უტყუარად ასახავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაში მოცემულია მნიშვნელოვანი ხასიათის საკითხები, რომელთა გათვალისწინება მიზანშეწონილია ბიუჯეტის დაგეგმვის შესრულების პროცესისა და სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით. უკანასკნელ წლებში ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო და ფაქტობრივი მაჩვენებლები მნიშვნელოვანი განსხვავებებით ხასიათდება, აღნიშნული თავის მხრივ ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლის ფორმირებაზე ახდენს გავლენას, რაც საბიუჯეტო რესურსების ოპტიმალური დაგეგმვისა და განაწილების თვალსაზრისით შემოფერხებელ გარემოებას შეიძლება წარმოადგენდეს. ფისკალური რისკების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა სახელმწიფო საწარმოები, რაც დაკავშირებულია მათ უარყოფით ფინანსურ შედეგებთან, ასევე ფისკალური რისკების მნიშვნელოვან წყაროდ რჩება საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარე დავები. 2025 წლის მდგომარეობით აღნიშნული დავების ფარგლებში სადავო თანხის პოტენციურმა მაქსიმალურმა ოდენობამ 1.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ფისკალურ წესებს, 2025 წლის ბიუჯეტის დეფიციტისა და ვალის წესის მაჩვენებლები კანონმდებლობით დაწესებული ლიმიტების ფარგლებშია მოქცეული. კერძოდ, ვალის წესის მაჩვენებელი 34.4%-ს გაუტოლდა, ხოლო ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტმა 0.3% 333 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე 2.2 მილიარდი ლარით ნაკლებია. აღნიშნული ძირითადად გამოწვეულია არაფინანსური აქტივების ცვლილების მაჩვენებლის გეგმიდან 1.2 მილიარდი ლარით ჩამორჩენით, კერძოდ კი სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოებისთვის გადარიცხული თანხების არსებითი ნაწილის აუთვისებლობით ფისკალური წლის დასრულებამდე. ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლის გეგმიდან არსებითი გადახრის მიუხედავად შესრულების ანგარიში არ მოიცავს განმარტებას აღნიშნულის გამომწვევი მიზეზების შესახებ. მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფო საწარმოებს ეძლევათ მოქნილობა ფისკალური წლის ბოლოს თავიანთ განკარგვაში დაიტოვონ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული აუთვისებელი რესურსი, რაც ერთის მხრივ გავლენას ახდენს სხვადასხვა ფისკალური პარამეტრის რეალური ოდენობის გაანგარიშებაზე, ხოლო მეორეს მხრივ შეიცავს რისკებს სახელმწიფო საწარმოებისთვის გამოყოფილი დაფინანსების რეალური საჭიროების შესახებ. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი არ მოიცავს ინფორმაციას სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების გეგმური ფინანსური მაჩვენებლების შესახებ, რაც საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნაა. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ სამთავრობო სექტორის საწარმოები ერთიანი ბიუჯეტის შემადგენელი კომპონენტები არიან და შესაბამისად მონაწილეობენ ეკონომიკური თავისუფლების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ორივე ფისკალური წესის ფორმირებაში. მიზანშეწონილია შემუშავდეს სახელმწიფო საწარმოების ფინანსური მხარდაჭერის კრიტერიუმები, პირობები, რის საფუძველზეც ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზევე განისაზღვრება საბიუჯეტო ასიგნებებიდან საწარმოებისთვის გამოსაყოფი თანხების მოცულობა. აღნიშნული ერთის მხრივ ხელს შეუწყობს დაფინანსების გამჭვირვალობას, ხოლო მეორე მხრივ გაზრდის სახელმწიფო საწარმოების ანგარიშვალდებულების ხარისხს. ასევე მიზანშეწონილია შემუშავდეს სტანდარტიზებული ჩარჩომი დგომა, რის საფუძველზეც სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიში წარმოდგენილი იქნება დეტალური ანგარიშგება წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო საწარმოებზე მიმართული დაფინანსების მოცულობის, მისი მიზნობრიობის და მიღწეული შედეგების შესახებ. 2025 წლის ბოლოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული გადასახადების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, კერძოდ მხოლოდ დეკემბერში დახარჯული თანხის ოდენობამ 4.5 მილიარდი ლარი და მთლიანი გადასახადების 16.3% შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ შემთხვევაში ფისკალური წლის ბოლოს ბიუჯეტის გადასახადების ზრდა, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით შეტანილი ცვლილებებით შეიძლება დაკავშირებული იყოს ობიექტურ გარემოებებთან, საბიუჯეტო რესურსის ჭარბი ათვისება წლის ბოლო თვეში ქმნის თანხების არაეფექტიანად და არამიზნობრივად გამოყენების რისკებს. 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადების დაგეგმვის პროცესში მხარჯავი დაწესებულებების ფარგლებში განსაზღვრული პროგრამის ასიგნებები მნიშვნელოვნად იცვლებოდა 2024 წლის განმავლობაში შემუშავებული BDD დოკუმენტების სხვადასხვა ვარიანტებში. ბიუჯეტის დაგეგმვა
კომპლექსური პროცესია და ბუნებრივია BDD-ის სხვადასხვა ვერსიებში საორიენტაციო მოცულობებს შორის განსხვავების არსებობა ობიექტურია, თუმცა საყურადღებოა აღნიშნული განსხვავებების სიხშირე და მასშტაბი, აღნიშნული ფაქტორი BDD-ის როგორც საშუალოვადიანი დაგეგმის ინსტრუმენტის ხარისხის გაუმჯობესების საჭიროებაზე მიუთითებს. სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების აგრეგირებულ დონეზე შესრულების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად 17 პროგრამისა და 88 ქვე პროგრამის შემთხვევაში ათვისებული იქნა ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული გეგმის 80%-ზე ნაკლები ჯამურად 2025 წელს პროგრამების ფარგლებში აუთვისებელმა თანხამ 567 მილიონი ლარი შეადგინა. 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის კაპიტალურმა ხარჯებმა 7.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 6.8%-ია. საშუალოვადიან პერიოდში 2026-29 წლებში აღნიშნული მაჩვენებელი კლების ტენდენციით ხასიათდება. 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში განხორციელებული ცვლილებით კაპიტალური პროექტების მნიშვნელოვან ნაწილს შეეცვალა დაფინანსება, მიუხედავად ამისა არ დაკორექტირებულა კაპიტალური პროექტების დანართი. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული 94 ინფრასტრუქტურული პროექტიდან 32 შემთხვევაში ათვისებულია გეგმით გამოყოფილი დაფინანსების 80%-ზე ნაკლები, ხოლო 12 პროექტის ბიუჯეტის ათვისებამ 20%-ზე მეტით გადააჭარბა გეგმურ მაჩვენებელს. საყურადღებოა სიპების, საკუთარი შემოსულობებისა და გადასახდელების გეგმურ და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის არსებული გადახრების სიხშირე და მასშტაბი, რაც რიგ შემთხვევებში სისტემატურ ხასიათს ატარებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლილი ცენტრალურ ბიუჯეტში შემავალი სიპების, აიპების 2025 წლის დეკემბრის ბოლოს კომერციულ ბანკების ანგარიშებზე განთავსებული თანხის მოცულობამ 1.1 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 833 მილიონი ლარი მოთხოვნამდელ ანაბრებსა და საბარათი ანგარიშებზე იყო განთავსებული, ხოლო 264 მილიონი ლარი ვადიან დეპოზიტებზე. პროგრამული ბიუჯეტის გაანალიზებით გამოვლინდა ასევე გარკვეული ხასიათის საკითხები, რაც ართულებს რიგ შემთხვევაში კი შეუძლებელს ხდის ანგარიშგების ეტაპზე შეფასდეს პროგრამების ეფექტიანობა, კერძოდ შესწავლილი პროგრამების 55%-ს პროგრამული ბიუჯეტის დანარჩი ქვეპროგრამები წარმოდგენილი არ აქვს, პროგრამების 44%-ში, რომლებიც წარმოდგენილია ქვეპროგრამების დონეზე, საბოლოო და შუალედური შედეგების შეფასებისთვის გამოიყენება ერთი და იგივე ინდიკატორები, პროგრამების 73% შემთხვევაში გამოყენებულია მხოლოდ რაოდენობრივი ტიპის ინდიკატორები, რაც ვერ უზრუნველყოფს პროგრამის საბოლოო შედეგების შესრულების სრულფასოვან შეფასებას. პროგრამული ბიუჯეტირების შემდგომი განვითარებისთვის მიზანშეწონილია შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, სადაც განისაზღვრება რეფორმის ფარგლებში განხორციელებული კონკრეტული აქტივობების შესაბამისი ვადებითა და პასუხისმგებელი უწყებებით. 2025 წლის ბოლოს მთავრობის ვალის მოცულობა 35.9 მილიარდ ლარს გაუტოლდა და მთლიანი შიდა პროდუქტის 34.4% შეადგინა, მათ შორის საგარეო ვალი 24.2 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო ვალი 11.7 მილიარდი ლარი. მთავრობის ვალის ნაშთის 67% საგარეო ვალია, შესაბამისად არსებული გეოპოლიტიკური რისკების ფონზე მთავრობის ვალი განსაკუთრებით მოწყვლადი რჩება ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილების მიმართ. 2025 წელს ევროში აღებული ვალდებულებების წილი მთლიან საგარეო ვალში 68%-მდე გაიზარდა, საყურადღებოა საგარეო ვალის პორტფელში ევროში დენომინირებული სესხების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც მთავრობის საგარეო ვალის მოწყვლადობის ევროს გაცვლითი კურსის ცვლილებით მიმართ არსებითად ზრდის. ეს იყო ის ძირითადი საკითხები მოხსენების, რაც გვინდოდა რომ წარმოგვედგინა. ზოგადად აუდიტის სამსახურის შეფასებით მთავრობის ანგარიში მომზადებულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით და ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით უტყუარად ასახავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაციებს. დიდი მადლობა. მადლობთ, გალბატონო სოფიო. ხომ არაფერია შეკითხვები. კარგით, მადლობთ. მე ვსალმები ბატონ ირაკლი ბერაიას შემოგზავნა ჩვენი კომიტეტის დიდი ხნის წევრი ბრძანდებოდა და წარმატებას უსურვებთ. შემდეგი საკითხი. ჯერ კეჭი უყაროთ ვინ არის მომხრე? ხარი დაუჭიროთ, წინააღმდეგი არ არის, მადლობთ. შემდეგი საკითხი. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულების შესახებ. მოხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გიორგი კაკავაძე. თხოვთ ბატონო გიორგი. პირველ რიგში დიდი მადლობა კენჭისყრისთვის და მხარდაჭერისთვის, რაც შეეხება პროგნოზებს. ეს არის
თქვენთან თანხმდება პროგნოზები, რომელსაც უკვე დაეფუძნება როგორც 2027 წლის, ასევე შემდგომი წლების ბიუჯეტების პირველადი ვარიანტი. ჩვენ პირველ რიგში სანამ გადავალთ მომდევნო წლებზე, წლევანდელ წელზე უნდა ვისაუბროთ. წელს ჩვენ დაგეგმილი ბიუჯეტი გვაქვს 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა ვიცით რომ ბოლო პირველ წლის პირველი 4 თვის მაჩვენებლების მიხედვით 8.3% შეადგენს რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. შესაბამისად, ჩვენ განვაახლეთ პროგნოზი, როგორც საბაზისო სცენარი, ასევე პესიმისტური და ოპტიმისტური სცენარები წარმოდგენილია თქვენს წინაშე და საბაზისო სცენარის მიხედვით წელს პროგნოზირებულია რეალური ეკონომიკური ზრდა 6.3%-ის ოდენობით. რა თქმა უნდა, პესიმისტური და ოპტიმისტური სცენარების შემთხვევაში სხვადასხვა მაჩვენებელია, თუმცა ეს სცენარების განვითარება დამოკიდებულია ჩვენს რეგიონში და მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე, რაზეც ჩვენ ნაკლები გავლენა გვაქვს. 6.3% ვფიქრობთ, რომ არის საკმაოდ ურისკო პროგნოზი, თუმცა რეალურად ფაქტიური მაჩვენებლებში შეიძლება 7%-იან ოდნავ უფრო მაღალსაც მივახციოთ, რაც უფრო ოპტიმისტური სცენარის ნაწილია. წელს ეს პროგნოზი გვაქვს მომდევნო წლებში საშუალოდ გვექნება პოტენციური ეკონომიკური ზრდის ფარგლებში, რაც 5.5%-მდე შუალედში გულისხმობს, რაც შეეხება ნომინალურ გამოხატულებაში, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი ჯამში ეტაპობრივი ზრდის წელს 115 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს და 160 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება უკვე 2030 წლისთვის. აქ აღსანიშნავია მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სრულ მოსახლეზე გადაანგარიშება, თქვენს წინაშე რაც არის წარმოდგენილია ძველ რაოდენობაზე 3.700.000-ზე, თუმცა გამოქვეყნდა ახალი პარამეტრები, სადაც 3.940.000 აჭარბებს მოსახლეობის რაოდენობა, შესაბამისად გადაანგარიშებული ციფრების მიხედვით ერთ სრულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი წელს იქნება 10.900 დოლარის მოცულობით, ხოლო 2030 წლისთვის 15.250 დოლარს გადააჭარბებს. რაც შეეხება ინფლაციის ნაწილში, წელს ინფლაცია მოსალოდნელია, რომ იქნება მიზნობრივ ინფლაციაზე მაღალ დონეზე, პროგნოზირებულია 4.9%-ის დონეზე, ხოლო მომდევნო წლებში იქნება მიზნობრივი ინფლაციის ფარგლებში 3%-ის ოდენობით. ეკონომიკური სტრუქტურული ნაწილში, ეკონომიკის ნაწილში მნიშვნელოვანია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, სადაც გასულ წელს ჰქონდა ისტორიული შედეგი 2.6% იყო მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში. წელს მოსალოდნელია, რომ იქნება 3.7%-ის დონეზე და მომდევნო წლებშიც 4%-ზე დაბალ ნიშნულს შევინარჩუნებთ 3.7-3.8%-ის დონეზეა პროგნოზირებული. რაც შეეხება უშუალოდ ფისკალურ პარამეტრების ნაწილში, ჩვენ ბიუჯეტის დეფიციტს წელს შევამცირებთ და ნაცვლად 2.5%-ისა გვექნება 2%-ის ოდენობით 2026 წლისთვის, ხოლო შემდგომ წლებში იქნება შენარჩუნებული დაბალ დონეზე, რაც გულისხმობს 2.5%-ზე დაბალ ნიშნულზე ინფლაციის ბიუჯეტის დეფიციტის შენარჩუნებას, რაც უკვე გვაძლევს საშუალებას ვალის პარამეტრიც ჰქონდეს მუდმივად კლებადი, წელს 33%-ის ფარგლებში იქნება ვალის მაჩვენებელი, ხოლო შემდგომ წლებში იქნება კლებადი და 32%-ს ჩამოსდება მთავრობის ვალის მაჩვენებელი. ეს არის ის ძირითადი პარამეტრები, რაზეც თქვენი თანხმობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე დავიწყებთ სამინისტროებთან მუშაობას და სექტემბრის ბოლოსთვის, ოქტომბრის დასაწყისში თქვენს წინაშე წარმოვადგენთ 2027 წლის და შემდგომი წლების ბიუჯეტების პროექტს და ეს პროექტი უკვე თქვენთან მუშაობით მომდევნო 3 თვის განმავლობაში წლის ბოლომდე იქნება დამუშავების პროცესში და წლის ბოლოსთვის დარწმუნებული ვარ, როგორც ყოველთვის მიიღებს იმ საბოლოო სახეს, რომელსაც შემდგომში თქვენი მხარდაჭერას ექნება. დიდი მადლობა. მადლობთ ბატონო გიორგი. როგორც შესრულება BDD-ს კომიტეტებზე განხილული იქნა ყველა კომიტეტში, ეს შემაჯამებელი სხდომა არის. აქვე უნდა თქვა, რომ ეს სესიაზე არ გადის. ჩვენ კენჭუღრით ვეთანხმებით თუ არა ძირითადად პარამეტრებს და ეს დაუბრუნდება სამინისტროს. რაც შეეხება მონაცემებს, რაც ბატონო გიორგიმ წარმოადგინა და რაც არის წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, კარგია, თუმცა კონსერვატიულად არის ტრადიციულად დაგეგმილი და როგორც თვითონ ბრძანა, მეც ასე ვფიქრობ, რომ აშკარად მეტი იქნება როგორც ეკონომიკურის და ისე სხვა ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი მაჩვენებლები. თუ შეკითხვები არ არის, გთხოვთ მხარი დაუჭიროთ. მადლობთ. მადლობთ ბატონო გიორგი, ამით თქვენი საკითხები ამოწურულია.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადი. მოხსენებელი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი გიორგი შარაბიძე. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით პატუცემულო კომიტეტის წევრებო, მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას. დიახ. ბოდიშს მოხდით დაგვტოვონ ვინც მებრძანდება და კი ბატონო. კარგი. გთხოვთ. კი ბატონო. მოგესალმებით. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია დაამტკიცოს საბიუჯეტო განაცხადი და წარუდგინოს იგი პარლამენტს. შესაბამისად, 2026 წლის 23 აპრილს საკუთარი განკარგულებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაამტკიცა 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადი და კანონის თანახმად იგი წარმოადგინა საქართველოს პარლამენტში. აქვე ვიდრე დეტალურ ინფორმაციას მოგაწოდებდეთ, ასე ვთქვათ, საბიუჯეტო კოდების მიხედვით, მინდა მოგახსენოთ, რომ კომიტეტის აპარატთან ტრადიციული თანამშრომლობით და კომუნიკაციით თავდაპირველი დამტკიცებული განაცხადი და მონაცემები შეიცვალა. ტრადიციულად მადლობას გადავუხდი კომიტეტის აპარატს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის და შესაბამისად სრულიად ამოღებული იქნა საბაზისო სარგო ზრდა და დანამატი ჯამში 5.410.000 ლარის ოდენობით ინფრასტრუქტურული პროექტისთვის განსაზღვრული თანხებიდან შემცირდა 670.000 ლარით, IT შესყიდვები, რაც უზრუნველყოფდა სასერვერო ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების პროდუქტების შეძენა განახლებას 4.040.000 ლარით და შესაბამისად კორექტირებების შედეგად 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი ჯამში შემცირდა 10.120.000 ლარით და შეადგინა 58.428.000 ლარი. ნება მომეცით საბიუჯეტო პროგრამული კოდების მიხედვით წარმოგიდგინოთ შესაბამისი ინფორმაცია. კოდი 0601, რაც არის საარჩევნო გარემოს განვითარება. ამ კოდზე გათვალისწინებულია 47.583.000 ლარი, რაც წარმოადგენს საარჩევნო კომისიის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატისა და საოლქო საარჩევნო კომისიების ფუნქციონირების ხარჯებს. ძირითადი მიმართულებები აქ გახლავთ და მინდა გითხრათ, რომ 2027 წელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განიხილება როგორც ეტაპური სამზადისი 2028 წლის საერთო არჩევნების და შესაბამისად IT ინფრასტრუქტურაში და უსაფრთხოების პროექტებში მრავალწლიანი პროექტების განსახორციელებლად განსაზღვრულია შესაბამისი აქტივობები და სწორედ ძირითადი ხარჯები აქ წარმოდგენილია IT ინფრასტრუქტურის და უსაფრთხო ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ლიცენზიების ვადების გაგრძელებასთან და ასევე აღჭურვილობის ნაწილობრივ განახლებასთან და ამისთვის გამოყოფილია 11.5 ლარი. 11.5 მილიონი ლარი უკაცრავად. ასევე მნიშვნელოვანი აუცილებელი სარემონტო სამუშაოებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განახლება. მინდა გითხრათ, რომ აქ მნიშვნელოვანი პროექტი იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის ფასადის რეაბილიტაცია, რომელიც გახლავთ სავალალო მდგომარეობაში და ამასთან ერთვის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ მისი ფასადი უბრალოდ საშიშია შემდგომი ფუნქციონირებისთვის, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ესე ვთქვათ ცვეთა და აქედან გამომდინარე ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურული პროექტის თვალსაზრისით, არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც აქ გამოყოფილია 3.2 მილიონი ლარი. სხვა დანარჩენი ადმინისტრაციული ხარჯები ამ საბიუჯეტო კოდზე არის პრაქტიკულად იგივე ნიშნულზე, როგორც მიმდინარე წელს. კოდი 0602 საარჩევნო ინსტიტუციის განვითარების და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა, ეს გახლავთ ჩვენი სწავლების ცენტრი. აქ გათვალისწინებულია 1.873.000 ლარი, რაც წარმოადგენს ამ საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის აპარატის ფუნქციონირების ხარჯებს. და მესამე კოდი, მოგეხსენებათ 2027 წელი არასაარჩევნო წელია. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. კოდზე გათვალისწინებულია კანონის თანახმად 8.972.000 ლარი და კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ კოდზე ჩვენ უბრალოდ გამტარები ვართ, შესაბამისად ეს თანხა სუსტად და კანონით განსაზღვრულია იმ პოლიტიკური პარტიების დასაფინანსებლად, რომელთაც აქვთ კანონმდებლობით ამის უფლება. ეს არის ძირითადი პარამეტრები, რაც მინდოდა წარმოვედგინათ, დანარჩენი კითხვების შემთხვევაში ცხადია, მზად ვართ მოგახსენოთ დეტალური ინფორმაცია. მადლობა. მადლობ თქვენ, მართლაც ვეთანხმები, რომ საკმაოდ
დიდი სამუშაოები ჩატარდა, რომ დაგვეზუსტებია ყველა დეტალი. ამიტომ აპარატს რაიმე პრობლემა ან შეკითხვა არ აქვს. კოლეგებო, ხარ დაუჭიროთ მაშინ წარმოდგენილ კანონ პროექტს, რომელიც გავა სესიაზე და დამტკიცდება. მადლობა ბატონო გიორგი. ირინა, ქალბატონი მზია აგზანდებოდა. 2017 წლის 12 ივნისის საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ჩვეულებრივი ოპერაციები ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი ნომერ 5 ცვლილების წერილ შეთანხმება. მოხსენებელი საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ქალბატონი მზია გიორგობიანი. გთხოვთ ქალბატონოს. მოგესალმებით, წარმოდგენილია რატიფიცირებისათვის 2017 წლის 12 ივნისის შეთანხმებაში, სასესხო შეთანხმებაში ჩვეულებრივი ოპერაციები ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ნომერი მე-5 ცვლილების წერილი შეთანხმების ფორმით გაფორმებული შეთანხმება, აღნიშნული ცვლილება გაფორმდა მიმდინარე წლის 2 აპრილს და ცვლილება შეეხება სესხის ხელმისაწვდომობის ვადის გადაწევას. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული პროექტის დაფინანსებით განხორციელდა ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, გახსნილია და ექსპლუატაციაში მიღებული, ასევე ბაკურციხე-წნორის გზის მონაკვეთის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს ფოთის ხიდის რეაბილიტაცია, რის გამოც საჭირო გახდა აღნიშნული ვადის გადაწევა. ეს არის სულ და ფინანსური პირობები არ იცვლება, დამატებითი კითხვების შემთხვევაში მზად ვარ რომ გიგასოთ. მადლობა. შეკითხვები არ არის. მადლობთ ქალბატონზე საკითხი განხილულია. მადლობა. შემდეგი საკითხი მთლიანად ეხება ჩვენს კომიტეტს. როგორც მოგეხსენებათ, აუდიტის სამსახურს ეროვნულ ბანკს ამოწმებს აუდიტორული 4 დიდი აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთი. და ამ კონკურსს ვატარებთ ჩვენი კომიტეტი, ყოველ წელიწადს ასე ხდება. წელს რიგი მოუწია ორივეს, როგორც აუდიტის სამსახურს, ისე ეროვნულ ბანკს. პროცედურა არის შემდეგი. ჩვენ ახლა უნდა დავამტკიცოთ სია, ყველასთან იყო საუბარი კომიტეტის წევრებთან, აპარატი შეგითანხმდათ, დავამტკიცოთ სია, ვინ იქნება ამ კომისიის წევრები. შემდეგ ეს ბიურო, შემდეგ პარლამენტი ამას დაამტკიცებს, შემდეგ შევიკრიბებთ კომისია, დავამტკიცებთ დებულებას და გადაეგზავნებათ უკვე ამ 4 კომპანიას, სოფლიოს საუკეთესო 4 კომპანიას, რომ წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები. ამისთვის ექნება თელი ზაფხული და სექტემბერში გავხსნით ამ წინადადებებს, ორი სახის იქნება, ერთი ტექნიკური, როგორ აპირებენ და მეორე ფინანსური და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეხლა წაგიკითხავთ თუ რომელ სამსახურს, რომელი კომისიის წევრები იქნებიან. თავისთავად ეს ყველაფერი ხდება კანონმდებლობის საფუძველზე, აუდიტის სამსახურს დავიწყოთ, ეს არის ორგანული კანონის 35 მუხლის, პარლამენტის რეგლამენტის 159 მუხლის მე-7 პუნქტის და 160 მუხლის მე-10 და მე-12 პუნქტების შესაბამისად. აუდიტის სამსახურის კომისია იქნება შემდეგი შემადგენლობით: პაატა გვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე, ბეჟან წაკაძე, ილია ინჯია, გიორგი ბარვენაშვილი, ზურა ბრორუა, სოფიო დვალიშვილი. ეს არის აუდიტის სამსახურთან დაკავშირებით. და არის ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით შემდეგი: პაატა გვიჟინაძე, იგივეა ეროვნულ ბანკზე, რაც თქვი, ირაკლი ხელაძე, ბეჟან წაკაძე, ილია ინჯია, გიორგი ბარვენაშვილი, ზურა ბრორუა, ოთარ შამოგიარის აქ ეროვნული ბანკიდან წარმომადგენელი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ჩვენი არ ყოფილა, ყველას ვთხოვეთ, მათ შორის ოპოზიციას, პოზიციას და ვინც სურვილი გამოთქვა, ის ხალხი ბრძანდებიან აქ. ეხლა სამივე საკითხს ვაღენებ კენჭის ხრაზე. პირველი ხელშეკრულება, რომელიც ქალბატონმა მზიამ გამოიტანა, ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი არ არის, მადლობთ. აუდიტის საპარლამენტო აუდიტის კომისიასთან დაკავშირებით, ვინ არის მომხრე, რომ დავამტკიცოთ ეს და ბანკთან დაკავშირებით. მადლობთ. ამით ყველა საკითხი განხილულია. დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებთ.